შენ რო ახსენე ისიც დანაშაულის გრძნობაც, აი ძალიან ჩვეულებრივია, როცა ჯანსაღი და დაბალანსებული ამბავი კი, მიცე ხანდახან მეც ხანდახან. მინანია, რომ აი რა სიღორე იყო, ხა მეც. რა ბოლო ტორტის ნაჭერის შეჭმა, ან რაღაცა ბოლო მე-14 ხინკალის შეჭმა. კი, მეც, ხანდახან, ნახე მთავარი საკვანძო სიტყვა მანდ არის ხანდახან, რომელსაც იყენებ, ხო? მაგრამ როცა ეს ხდება მუდმივად ყოველ დღე, ყველა კვების მერე და მთელი დღე წარმოიდგინე სხვადასხვა აქტივობით რომ უნდა იყო დაკავებული, გეფიქრება საკვებზე, ან დანაშაულის გაცდა გაწუხებს, ან რაღაც ერთი სული გაქვს აიწონო, რომ ეხლა რო ის ორი ლუკმა სენდვიჩი მირთვი რამე ხომ არ მოიმატე. და აი მაგ დროს როგორ მივხედოთ ჩვენ თავებს? რა არის მანდ ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, ვიცი რომ მზა რეცეპტები არ არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი სავარჯიშოებიც არსებობს, მე როგორც ვიცი და გაგვანდე, გაგვიზიარე. პირველი რაც არის, როცა ეხება უკონტროლო კვებას, და ემოციურ კვებას მნიშვნელობა არ აქვს. ეს როცა არის ხოლმე რაღაცა მდგომარეობა, რომ მე კი არ მივიღე გადაწყვეტილება, რომ რამე საკვები მიმეღო, რაღაცა იმპულსმა, რა თითქოს რაღაცამ გამაკეთებინა, აი ეს მიყვებიან ხოლმე ამ რაღაც ამ ეპიზოდებს თავიანთ ცხოვრებაში. არის ხოლმე რომ თითქოს თვითონ არ იყვნენ, ხო, თვითონ არ იყვნენ, აი რაღაცამ გამოაღებინა მაცივარი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეს მართლა ესე არის ხოლმე განცდისეულად და ამიტომ ჩვენ ამ დროს ვცდილობთ ხოლმე რომ აი ეს იმპულსი კი არ იყოს რაღაცა რაც გვაკონტროლებს. პირიქით ვიცნოთ, დავინახოთ და იქეთ ვმართოთ მაქსიმალურად. ხო, ახლა მაგაზე ანუ როცა ესეთი ის მაგ ხოლმე ვთქვათ სახლში ჩემთან მოსულ ადამიანებსაც ვეუბნები ხოლმე რომ პირველი რაც შეიძლება გააკეთდეს, ხო, მაგალითად არის ის რომ აი მივედით მაცივართან ამ მდგომარეობაში. და ანუ ის არა რომ არ ჭამო, არ მიიღო საკვები, გაჩერდი 3 წუთი დაინიშნე. 3 წუთი დაინიშნე და დაჯექი უბრალოდ. და დააკვირდი რა ხდება ამ დროს. ქშია, არ ქშია, რა შეგრძნებები გაქვს სხეულში, რა არის, რა გინდა, როგორ ხასიათზე ხარ.